ელექტრიკოსის საშუალო ანაზღაურება კანადაში განისაზღვრება $75,000-80,000 წელიწადში გადასახადებამდე, მაგრამ არ არის ესე ადვილი, რომ ჩამოხვიდეს სიტყვაზე საქართველოსთან და დაიწყო მუშაობა. რაც არ უნდა პროფესიონალი იყო, აქ ლიცენზიას ესე უცებ ვერ აიღეთ, დაიწყებ მუშაობას ელექტრიკოსად, ოღონდ მოწაფის სტატუსით. იქნები ლიცენზირებული ელექტრიკოსის დაქვემდებარებაში. სანამ არ ჩააბარებ გამოცდებს. სწავლას უნდა 4-5 წელი, რაც მე ინფორმაცია მოვიძიე, მაგრამ ესეთი რაღაც გაკეთება შეიძლება თუ დაამტკიცე შენი საათები და თუ გაქვს დიპლომები და სერტიფიკატები და თუ რაღაც არსებობს რაღაც გზები, რითაც შეძლებ შენი ცოდნის და შენი ექსპერიენსის დამტკიცებას, შესაძლოა რაღაც ნაწილობრივ ჩაგითვალონ ეს საათები და პირობითად 6,000 საათის მაგივრად ისწავლი 1,500 საათს. ან დაახლოებით 4 წლის მაგივრად ყველაფერს ჩატევ წელიწად ნახევარში. მას შემდეგ აიღებ, როცა გამოცდებს ჩააბარებ ამ ვადის შემდეგ, გახდები ლიცენზირებული ელექტრიკოსი, ოღონდ კონკრეტულად იმ პროვინციაში, სადაც ხარ. თუ შემდგომ გადაწყვიტე წასვლა სიტყვაზე სხვა პროვინციაში და იქაც ელექტრიკოსად გაწყო გინდა მუშაობა, მაგ შემთხვევაში კიდე სხვა გამოცდა უნდა ჩააბარო Red Seal-ი, წინა გამოშვებებშიც ვახსენე ეს Red Seal-ი სერტიფიკატი.